მამას ვერ გავდიდე. კი. მაგრამ როგორ არ ვიცი. გაიყოს ეს. მარიამ, შენც რამე კითხვა თუ გაქვს შუალდურზე? დასვი. კითხვა თუ გაქვს შუალდურზე დასვი. შეგიძლია დადიდე. ალბათ მაგიდან დაიწყო ყველა მოუგვალება და ეს არის ცილინდრი და ცილინდრი არის, მე სფერო არის, კიდევ ცილინდრია და მე ეს მაგიდის ზედა კანტი ეს თქვა, მიყვება ამ ცილინდრის კონტურს და მე გადის ის. დავიწყოთ ახლა მაგიდის ზედაპირი. დაახლოებით მომწევთ, რომ პროპორციები დაერქვეს რა. Some centimeter სიმაღლე. გამოცდის დავალებას ვაკეთებ თავიდან და ინტერვიუ ყოველდღე და რაღაც შეცდომა ასეთი თვითონ გარჩევა. მე კიდე რაღაც გარჩევა ისწავლე შეგიძლიათ მე მომართოთ. მე ავიღოთ ცილინდრი.
სკოლაში გავხსნა თეატრი არა და რადიის იყოს segmentები ავჭირდება რა ერთი იყოს და ესეც ერთი იყოს. ეს გავუსვათ ისე რომ ვერდები ეხებოდეს ამ ზედაპირს. წერტილიდან ავაგოთ ეს სფეროვან და ოდნავ გასწრებთ და სეგმენტები მოვუმატოთ ამ სფეროს და კუთხეები არ ქონდეს. სანამ მოვუმატოთ რავი აი 70 უკვე ნორმალური ისაა. ეს ეს შეგვიძლია გადავაქციოთ ქვედა ცილინდრი, ანუ ესე გადასვლა ხო იცით ალტი და დაღლილი მიერ შორის, ხედებს შორის. და ანუ ესეთ რაღაცები მოგანცალოთ ამ ფეთში რა. ეს გადავიტანოთ ახლა ეს პოზიციაში ქვედა ცილინდრი. და ამ ვერტექსები ოდნავ გადავკვეთოთ ეს ცილინდრის სიმაღლე რა გქონდეს? ქვედა ცილინდრის სიმაღლე არის 45. ეს ცილინდრი დასწრა. აი ახლა ქვედა ცილინდრი შიფტი დავიტანოთ ზემოთ. Copy და მე ვერტექსები დავამხვილოთ ამას და პედაკი ოდნავ გადავკვეთოთ. ეჯები რომ მოხდეს ყველა და მე ალტით ესენი გავნიშნოთ რომ აი ეს ზედა ის მინდა რომ მოვნიშნო რა მომნიშნოს ან მარტივად ვთქვათ ეს ჯერ ყველაფერს ნიშნავ ზედას და გვერდებს და მე ალტს ვაწვევი და ქვედებს გავნიშნავ. ეს გადაიყვანეთ edit-ში გადაიყვანეთ convert to edit-ი გადაიყვანეთ მე არის
რა მაინტერესებს იცით აი ზემოთ როგორ წაუშალო ეს ეს ხო არ უნდა წაშალო ანუ ვერტექსები აიღე და ეხლა ზედა ვერტექსებს ჩამოწია კლიენტ მონიშნეა ამას სნეპით მივერთ მაგიდის ქვედა ზედაპირს ეგ angle snap-ია ეს არის snap-ი ანუ შეგვიძლია უკვე აი ამ Y-ით წაიღო კაი, მომნიშნეთ ხო ეს ზედა ეჭები. და ეხლა დავაწვევ ჩემს. და მან სადაც 7-მდე სამწეოდ. და ეს ნომრები 3-მდე. მერე იგივე გავაკეთოთ ქვედა ეჯების ან ქვედა და გვერდითები მოვნიშნოთ ერთად ესა და ალტიპესენ დავნიშნოთ და ეხლა ჩემს რო დავაწვევი წინა იმას უკვე დაიმახსოვრებს და უბრალოდ OK-ით დავაჩერებ ამ ეჯებს და ესეთი ეჯები მერე დავაწვევი ჩემფერს და 0.3 7-ზე ან 8-ზე აი და ოკეი იგივე უნდა გავაკეთოთ აი ამის ქვედა ეჯისთვის. ამ გადაწყობს edit-ში მერე ეჯებს. ანუ ეს არის ესე გადავდივარ F3. F3-ს ვაწვევი აქ და ისო ქვედებს მოვნიშნავ და
თავიდან რო გააკეთოთ ეგ მოქმედება. ანუ ზედა მას ვნიშნავ convert to PHP house. wireframe შეგავდა ექსამი. მე ავიღებ pages, მეორე არის pages. და ანუ ხვედებს და ხვედებს ვნიშნავ. და მე ამ ხვედებს ალტი გამიშნავ. ალტი არის გამიშნა როწერების. და ესე შეგვიძლია მარტო ხვედები მონიშნული და შემდეგ ვაწევით ჩემთვის. და 0.3 შევიწევი ვაჭერთ. რამდენზე? 0.3 შევიწევი. ეს ფეხი ამბობს სადაც მაგონდა მატერიალების დადება და რო დაიფაჩდეს ესენი ხარიდან. და ჯერჯერობით მოვიშნებ და უბრალოდ დაგვიწევ. ანუ გადამოწმეთ რეფერენსთან, რომ ძალიან წვრილი ხომ არ არის ეს ფეხი რეფერენსთან შედარებით. ჩვენთან არ არის. წესი ჩვენთან დავიდეთ. სადმე თუ გავუჭედეთ მითხარით და თავიდან გავაკეთოთ. მოვედით აქ ყველა. კაი. ეხლა რადგან უკვე ვიცი ეს ფეხის რადიუსი, შემიძლია ეს მომთვალება დავუკეთო მაგას და დავამტკირო ამისთვის ეს მაგის ზედაპირი ალბათ და edit polish-ში გადავიყვანოთ ესეც. და შემდეგ აი ეს კუთხის page-ები მინდა რომ მოვიშნოთ. კონტროლით არის ბევრი რაღაცების მონიშნა. და ანუ ეს ოთხი კუთხის page-ი მაქვს, ახლა მონიშნები. და სიტყვა რეფერენს. შემდეგ ეს უბრალოდ ამიფას ეს მონიშნული კონდეს უბრალოდ ალტი და W-ით გადავიდეთ Z-ში. ან კონტროლით დააწერე და კონტროლით მონიშნე. აი ეს პატარა Z-ში. ეს სამიდეში ჯობია. ეჯებს ვაიჩავ, ამას შემდეგ ახლა ეს მონიშნული როლოთისა გადავიდეთ. ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ ჯობია Z-ში გადავიდეთ. ალტი და W. აღარ ეს მონიშნა არ გააკეთეთ. და შემდეგ დავაწყოთ ისე chamfers. აქ ავიღოთ ისე გადავაწყოთ. და ეხლა ეს აი ეს კალი უნდა დაემთხვას ფეხის კალს, ანუ ამას. და ეს გავიზარდოთ იქამდე, სანამ არ დაემთხვება ეს. სადაც აი აქ.
და შემდეგ გავაცეთ ოქროს. და აი ესეთი რაღაც მაგარი. Penny თუ არა. ხო. ეგრე წამოწევდა, ხო? ან просто ამას დააჭირე და არა. და ფაქტია, მოსასწრებელი და ანუ ეს რა. და აქ გააკეთე. ანუ აი ამის ფორმას უნდა იმეორებდეს მაგიდის ზედაპირის ფორმა. ხო? აი. ნუ მაგიდის ზედაპირიც გვაქვს. შემდეგ გავაკეთოთ აი ეს მაგიდის დამხმარე ისეთი რა არის ჯოხელები. და ნახოთ რომ ესეც დაჩემპერებული არის კუთხეებში. ამისთვის ეს ვავაკოთ, გადავიდეთ სეტში და ავიღოთ პროგრამული ბოქსი. და აი ამ ტექნიკიდან სადაც დავიწყო სამდება ამ ბოქსს. და ჯერჯერობით სადაც აქამდე მივიდეთ. და სიგანიში რა იყოს, სადაც 3 სანტიმეტრი ესეც. საიდან ვიწყებთ აგებას გამაჩვენოთ? აი ამ ფეხიდან წავიდეს. რო გადაკვეთოს. აი და ეს ბოქსი არის სიგანიში სადაც 3 სანტიმეტრი და სიმაღლეში იყოს შემდეგ გადავიდეთ ვერტებში და ეს ბოქსი სნერტულით ამ მაგიდის ზედაპირს მივადებთ. დაახლოებით აი აქ უნდა ისე. მე ეს ფეხი ხო დაგრუპული გვაქვს და ან შიფტით გადავიტანოთ იქით აკუთრეში. ახლა სექტორი გამოვხეთ და ანუ სადავაკავშიროთ ეს ჩვენი ფეხები მაგიდის კუთხეებში. და იგივენაირად უნდა მისვათ ეს ამის კუთხე ამის ზედხეთში უფრო გაგაშარებით.
უნდა მიეჭდეს აი ამის კონტექსტში. მე ეს ამხმარებლები გადავაყენოთ edit code-ში ისევ და მოვიშალოთ ეს და ორი page. ეს უნდა მოვიშალოთ და ესეც დავაჩენთ. სადაც 0.8 შემდეგ ეს აქ სამრო არ დავაჩემპერეთ ეს მოვიშნე აი ეს პედალური მოვიშნე და ჩემპერით მოვაყვალ 0.8 და შემდეგ ოკეი. აუდეთ კაი, მე Z-ში გადავიდეთ და გადავიდეთ ვერტექსებზე ამ გვერდის და ეს ძალიან გადაიხადოს ამ ტერმინალში, აქ ჩამოვცე. მე shift-ით დავაკოპირებ აქ ეს error files. Then გადავიდეთ rotate-ზე. E არის rotate. კლავიატურის და shift დავაწყებ და ჯერ მოვაკეთებ angle snap. Snap-ის მარჯვენა არის angle snap. ეს დავაწყებ angle snap და shift დავაწყებ და ეს დავაკეთებთ 90 გრადუსით და იქან დაკოპირებ. უბრალოდ ეს ერთი გვერდი ავყრე, დამხმარე angle snap-ი ჩავთრე, მე rotate-ზე გადავიდი და shift ვაწევი და აი ამ ერთ ჰორიზონტალურად ვატრიალებ 90 გრადუსის და copy. მე ამ წამოვიდე აქ ისინი შევაერთო ერთმანეთს მე გადავა vertex-ებზე და ამასაც აი ამის დასაწყისთან მოვიყვანა და მივიღებ აი ესეთ აქ პატარა იმის თუ თქვენ ობიექტებს ეს ხელიცი აქვს ალბათ სხვაგან და შუაში არ აქვს აი ეხლა ეს დავატრიალო ანუ ამ ხელიცის კონკრეტულად და ეს რო გაასწოროთ ეს ხელიცი უნდა გადავიდეთ აქ ან პირველი მეორე მესამე არის მესამეში რო გადავხვალ მერე არის აქ ერთ-ერთი პილოტ ამიქვია ამის დააწევით მერე და მერე დააწევით center to objects და ან შუაში გადმოვარდეთ ამას და აი ხო ან სადაც სხვაგან აღარ არის და ეს სამართალია ეს დამხმარებლები აი ეს უნდა ჩავუხოთ დაკოპირებამდე ინგლისის პირველი არის
მოვიდეთ ამ ეტაპზე და გავაგრძელებთ. ეს როგორ ცენტრში გავასწორეთ ის ჩასული დავტოვოთ თუ არ? რა? Effective only ჩასული დავტოვოთ თუ არ? ამას რო effective only და center to object და მე წარმოყოლისა ვარ და თვითონ ხო, მე ეს პატარა ისიც გავაყოფილებ. ამით ამ მაგნიტის მოდელირება გასწრდა რა, თუმცა მატერიალები აქვს გაჩენილი. და გადავიდეთ სკამზე გადავიდეთ ვაზე. მაგ დავაგეთ ხოლმე? თუ საქმე გავუწევთ. აი გავაგოთ სკამი. ეს სკამი მარტივად ავაგოთ და ეს ავაგოთ ცილინდრი. მე ეს ცოტა ჩაჭრა გავაკეთოთ და აი სამუჭრა უნდა გავაკეთოთ მარტივად 5 უნდა ავაგოთ და პროგრამით ამოჭრა. ეს ზედაპირი ცილინდრით არის აგებული. გადავიდეთ ოპტიკში და ავაგოთ ცილინდრი. Radiusi არის. Radiusi ამცირების ყოველთვის სიმაღლეს დაახლოებით 40-ზე და ეს საიტი რომ არის ეგრეს რაღაც ანასამდელს რო ხელი არის height is calculated for height segmentები ისე არ ქონდეთ. ანუ F7 sorry, და F7. გავაკეთე ხო ეს ცილინდრი. აი ხა გადავწყვეტ ეს ელექტროდში. და მოვიშოთ სერვერებში. ან ვებსაიტზე გადავიდეთ. და მოვიშოთ სერვერი.
შემდეგ სქელი არის როტერის შემდეგ. და ამ x y ფერზე მოვიდეთ ხელი და ამაზე დავასხევთ. და ამ ეს კონუს სწავლა მიიღოს. ეს ციგნი გადავყენოთ edit point-ში. შემდეგ დავიწყოთ ვერტექსები. მოვნიშნოთ ზედა ვერტექსები. მე ავიღოთ scale tool-ი. ეს არის scale tool-ი, ამ area არის shortcut-ი. და აი x y-ი, როცა გაფიქრდება რა, ყველაფერი ხელი არ უნდა იყოს. აი x y-ი რო გაფიქრდება, მან დააჭირეთ და არა უშოთ და შიგნით შეწიეთ. დავატარავთ. ზედა ფარმა. დავატარ. აი მე რა პოლიგონებს გადავიდეთ, მეოთხე არის პოლიგონი. და ეს ეს ჩაჭრა რო გავუკეთოთ აქ ფენოთა შედის ეგრომატივა დავაკეთოთ ან ქვედა პოლიგონი დავნიშნოთ ამ ცილინდრის და დავაჭიროთ ექსტრუდს და აი სადღაც 2 სანტიმეტრზე დავაექსტრუდოთ და მე დავაექსტრუდებ და თან მონიშნული არის ეს scale-ს დავაწყებ და ისევ x-ზე დავასქეილოთ და ანუ შიგნით შეიწიოს და ესე რომ ჩაიჭრას თავი. და ესე ფორმა ამის მერე მოვნიშნე პოლიგონები ალყე, მოვნიშნე ქვედა პოლიგონი, მე დავაწყებ ექსტრუდს და დავაექსტრუდებ შავი. ვიღაცასთან სომები შეიძლება ცდებოდეს და ანუ შევძლიათ პროპორციულად ამ ძალებს უნდა იყოს ჩამოწერილი და აქ არის 2 სანტიმეტრი ჩემი. მე რო ჩამოვწევ ამ ექსტრუდით, ისევ scale-ზე გადავიდეთ, ზე და x-ზე შიგნით დავასხეილებ. მე გადავიდეთ ისევ Z-ში და ავიღოთ პროცესი, რომ ეს ჭრა გავუკეთოთ. Boxes CSK-ს სადაც 6 სანტიმეტრი ალბათ. ანუ დააგვიქვით, რომ ეს უნდა ცდები, ანუ ესე არ უნდა იყოს და მთლიანად უნდა ყვეთეს ეს ბოქსი ამ ჩვენობით, რომ კარგად გამოიჭრეს. და ეს ამოჭრილი არის სადღაც 2/3-დან. და ანუ ამის სიმაღლე გავზარდოთ დაახლოებით 30 სანტიმეტრს. ავადეთ ეს ბოქსი და უნდა ისეს ანუ
კაი, ახლა მოვნიშნოთ პირველი სუბიექტი, სადაც მინდა რომ ამოვჭრათ ეს. გადავიდეთ სტანდარტებიდან compound object-ში და ავიღოთ ბოლიანი. შემდეგ გადავიდეთ subtract-ზე და ეს operand-ში მოვნიშნოთ ეს ჩვენი box-ი და თან ამოვჭრათ. ამოვჭერეთ ხო ეს? უკაცრავად სანამ ამას ამოვჭერეთ უკან დავბრუნდით ერთამს. ანუ ეს ბოქსი ხო გვაქვს სანამ ამას ამოვჭერეთ. ამაზე გადავიდეთ, მე ავირჩიოთ edge-ები და ეს ეს ავირჩიოთ ერთი წარი. ავირჩიოთ ანუ ეს ჩაჭრასა სადაც დავუყიდეთ. ამოჭრამდე მოდი. ანუ 1 კილომეტრი მომჭრა. ხო, ამ ეს რომ მოვიშავთ, მე დაწესით აქ არის win და loop. Loop-ი არის, ანუ თელ სივრცეზე მოვიშავთ, მოკლედ აი ამის edge-ებს. ანუ edge-ს რომ მოვიშავთ და loop-ს დავაყენებ, ყველას ნიშნავს. და მთლიანად თელ ხაზზე რომ edge-ებს მოვიშავთ, მე დავაწყობთ chamfers-ს. Ვისთანაც ეს გრუპი არ მუშაობს მონიშნოზე, ესეთ რამე გავაკეთე. მონიშნაკი არის edge-ზე მიღებს არ ნიშნავს არაფერს. ანუ edge-ს არ ნიშნავს? ხო.
ჯობია თავიდან გააკეთოს ვიდეო. მისთანაც ლუპი აღნიშნავს ამ წევა როგორც მომიშნეთ ეჯები ყველა მომიშნოთ და მე ესენი გავაკეთე. და მე დავაჩერდე. ხო, ამის მერე გავაკეთე პოლიანი ამ ჩაისა. და ასე ამოჭრა უნდა იყოს ანუ შიგნით სწორი უნდა იყოს მოკლედ. ამოვიჭრათ ისე სწორად. და სულ ამოჭრით მერე გადავიყვანოთ ესეთ ედიტებულ ფორმაში. ხო, მერე ზედაპირიც არის ცილინდრი და ვერტექსებით ისევ თავიდან დავაბადარავოთ და ავიღოთ ისევ ცილინდრი. და ეს ცილინდრი რომ ოდნავ ცდებოდეს ქვედა იმას. Page იყოს სადღაც 4 სანტიმეტრი. და გვერდიდან დავსწოროთ ზედაპირები. ესეც ცილინდრი რომ მივიღოთ. ანუ რადიუსი ესეც ციფრები გვაქვს 23, მაგრამ ანუ ქვედა ზედაპირს რა ამის ქვედა ზედაპირს რო თითქმის უსწორდებოდეს ეს ზედა ცილინდრი. აი სადაც ეს და მე ეს ცილინდრის გადავიყვანოთ ედი ფორმაში.
No დავაკადარო. ან შეიძლება უბრალოდ პოლიგონი დააკადარო. მე მომიშნოთ ზედა და ქვედა ეჭი და შუები გამიშნოთ. რა ეს ზედა და ქვედა ეჭი იყოს მომიშნოთ. და მე ესე დავაჭერე. ამის მერე გადავიდე ეჭებზე, ყველა ეჭი მომიშნე და ამის დაიწყებიდან კალთის შუები დავიშნე და მე დავაჩერდე ეს. რამდენი უნდა იყოს? მე ჩემი მაგ 0.35 სიმაღლე რა ხონდა? ამის სიმაღლე უნდა იყოს და სიმაღლე ამას უნდა 4 სანტიმეტრი. და მე ამ ესე და ქვედა ისე დავიწყე. So, I მოდი ახლა ამათო მოვასწროთ მატერიალები, დავადოთ ამას სწორად. შევიდეთ. ეს ინტერესია, მარტივად დავამთავროთ. განვაშევთ პარტიზანჩი. Eksat nahal. Şamil dedim. Etmeyin.
მაკა ჩემი მეც ჩემ 26 დოლარი კორონაში უნდა გადავყანოთ ენდექსები და ეს კორონას მატერიალები დაიმოწოს. და ლეგას მატერიალს ვიწყებთ მე რანი ეს ვიწყობ. შემდეგ ვიწყებთ დავაყენოთ კუთხის ისეთი გავუსწოროთ. ამას უნდა დავადოთ, ანუ ყველა ობიექტს ეს დავადოთ, უნდა დავადოთ ზემოდან ბაზი მეტი არის. არ გამოსავალ. და აი ამ ბიზნეს ვარჩი ეხლა დავასკერებ. ეს კაცი შეიძლება ახლა როგორც ის დავასკერებ რა. პერფექტო. ხოდა შეიძლება გავუსწორო ახლა ამას. ანუ ეს ვასკერებ. ხედავ თუ ეს ამ ესეა და ეს დაუნდობდეს და ამისთვის უბრალოდ ეს უნდა დავაწერო 90%-ით კარგი. Τώρα το mere გადავედი ანუ ეს არის თავიდან მე გადავედი ისინზე ის მოსავჭა და ანუ ეხლა ვაკეთებ ამ ჩემს ობიექტს აღარ ანუ შემიძლია ეს წავიდო იქ წავიდო დავასწეილო და შემიძლია ვატრიალო როგორც უნდა რა და აი ამ მანიპულაციები უნდა მიიღო ან დაახლოებით ესეთი აი ესეთი ტესტი მე ამ ტექსტს ამ ტექსტს წავსავკეითოს და ამას ამ ტექსტსაც გადავადებ ამ ტექსტზე და ამასაც ანუ აი ეს ტექსტს და ეს არეული არის ამასაც გადავადებ W ეს დაგრუპული ხდება გავუზნახო ხო ამ გრუპი გავაკეთებ და ამას გადავადებ ცილებს. ეს ტექსტს მოიშკრიბოს რა ანუ ზემოთაც ეთოს ტექსტურა და გვერდითაც აღარ
დადების მერე ეს შეიძლება რომ უკვე ართაჩი ერთმანეთზე გადააბათ ეს ობიექტი, რომ ეს ობიექტი უკვე იყოს ერთი ობიექტი რა და შემიძლია რომ ეხლა ამის ზომა როგორც მინდა ისე ვცვალო. უკვე ჩემთვის შეერთა ერთი ობიექტი ეს ართაჩი თორსა და მე ეს უკვე მატერიალი დაგებული და აღჭებული ჩემი ფერხი თავიდან ამის ფორმატურსა და ვაარტაჩო და გადავაკოპირებ ამ მატერიალო ფეხების ადგილას. rotated, set about the so I see surface boxi და კეპი ორივე ავირჩიოთ, ხო? არის ცილინდრი და კეპი. Charlotte,
უნდა დავაყენოთ ბამში. და გავუსწრებთ. მე ამ შავი ტექსტურას გადავაყენებ ამას. და რომ გავასწოროთ და არ უნდა იყოს ეს ტექსტურა, ისე ვიდაფრინდებით და ფოქსი გადავაყენებ ქვედას. და ზედასაც ამ შემთხვევაში ფოქსი უფრო კარგად იმუშავებს. მე ამის მატერიალის დაგების მერე ამას დავაეთეჩი მივერტებ ამას, რომ ესეც ახლა უკვე ერთი ობიექტია და ესე ვაკონტროლებ. რა ეს მაგიდა და სკამი უკვე ისე გამოიყურება და შეგვიძლია ანუ ეს სკამები გადავაკოპიროთ. იმის თამიდა რომ ეს მატერიალები რა აი გავუშვათ ახლა ეს მომენტიანად ამაზე გადავიდეთ მატერიალი ანუ ესე არ გავუსწორდებოდა ანუ სამ-სამკენ ნაწილებს მატერიალები უნდა გავუსწორდეს სალ-სალკე რომ მე არ აიგოს ანუ ერთად სწორად ყველაფერი ვერ დააშლება ანუ ამას სალკე და მატერიალი ამას სალკე და და ამ მატერიალების დასწორების მერე უნდა დააჩოთ ობიექტები ერთმანეთთან დაახლოებით. ანუ იქით არ ვიყარე აი ამ მატერიალებს. მე ეს ოდნავ სამი ჩამოვწიოთ. ამ სხვა დანიშნულები ავწიოთ ზემოთ. რომ ამ მაინც არ ვიყავ. და კიდე იმის თქვა მინდა რომ აი ყურადღება ეცემა რომ ბატეხილი არის ძალიან ობიექტი და ამას ბევრი ხაზი ჩანს ესე იგი ანუ რომ გლუვი იქნება ობიექტი და თუ ნაკლები ხაზები არის ანუ კუთხეები იქნება და იდეაში ანუ აი ამ სკამს და არაფერს კუთხეები არ უნდა იმჩნევოდეს და კუთხეები რო არ ემჩნევოდეს, ამიტომ თავიდანვე ანუ ბევრი სეგმენტი უნდა დაადასტო. მე რაღაც ტურბოსმუზის გამოყენება არ მოგიწია.
კაი ბაზაზე როცა გადავიდე. ავიღოთ. ბოქსია там ბაზის კოპიციებსა მაგას გადააკრა სეგმენტები რამდენი თუ არა საჭირო რა მიშობა. იმას რა ქვია. სადა ეს პლეინის ხო სეგმენტები. Ay foto var mı? ეს ახლა ამ ბოქსზე მატერიალები უნდა დავაყენო. ხო, მატერიალები.
მაგიდის. უი ჯერჯერობით სიმყარე არის და ეხლა შემიძლია მოვამყარო. თუ თავიდანვე მომყარება ცოტა ისე, ვერ შეიძლება და აი ჯერჯერობით ესე ტექნიკად მაგაყოლოთ. ვაზზე. მე გადაიყვანოთ ეს ედიტორის კრამში. და ეხლა სადაც ხედავთ სიმყარეები არის საჭირო. ყოველთვის მაგას და right click გადაიყვან Bezier-ში. და Bezier-ში გადაიყვან, მერე უკვე აი ამ ეგ ყველა ვერტექს გავუკეთოთ?
დაახლოებით ესე იგი. ანუ თან ხედავთ რომ ადამიანს აქვს კუთხეები, ხო? ანუ დატეხილი ფორმები არის რა ძალიან. უნდა იყოს აი ესე კვალი. და ხაიბი ანუ როგორ უნდა გავასწრო ეს მაგის არის რომელიც ახლა გადავადო ამას. ანუ ესე ამ ფორმას აუ ის თავიდან რო ისქნათ ხაზებიდან გააკეთოთ. აი, ხო. ეს რო გავასწრო. ხო, ამის მერე modify ის არის ამის გადავადე, თავად ნახმას შევცვალოთ ელანიში max დავაჭრა. მე ეს რო გადავადევით, ანუ ეს არის ძალიან ხელი რა. ანუ ამოჭრაკი აქვს, მაგრამ ანუ სისტემას მოვიცეთ, სისტემას ვაძლევთ შევი. ანუ ეს ძალიან სქელია. და მე ამას ვაძლევ ისევ ზემოდან ტურბოს მოვცრავ. რომელიც კვალი ვაზისავით გაჩნდეს რა. აი ეს ანუ ეხალხა ბევრი ისინი. აი და დაგვა აღარ და მე ამასაც იგივე ნაირად და ცილინდრის ფორმით მასალას. ეს ახლა ამშიც გადავაყოთ ჩვენი ავი მატერიალი. მე ამას გადავადებ. და მე დავადებ UV max აი მორგოლებას რითი ვაკეთებდით ტურბოს და მე უნდა გადავადოთ UV-ში. და უნდა დავყოლოთ ეგრევე. და ესენი რო ავიღოთ და ამის საგებარი ძალიან მარტივი, ანუ ამ შეჩი გადავიდეთ უბრალოდ და ავიღოთ სერვიოს აირზე კოლმები. დაახლოებით ესე interpolation მოუმატოთ ისე რომ ხეები აკეთოს და შემდეგ გადავაყენოთ ეს უბრალოდ ვენდერში მომიშოთ პირველი ორი ჩეკმარკი და რექტანგულარში გადავაყენოთ. აი დაახლოებით ეს სისტემაა. აი ეს ანუ რაღაც ლაინს ვამებს მოუნიშნავთ ახლა სამი დეფო ანუ ეს საფუძვლიანი ლაინი ამას რომ მოუნიშნავთ ახლა ვარი ესე ფორმა ვარი ან სამწია უთხოვანი ამ შემთხვევაში უთხოვანი და ანუ ახლა ესე სისტემას
დავით ესეთი ფორმულირებას. მე ამ ფაქტში ამას ესე მივსვამ ისე რომ ნამკვეთებს ვეთეს შემდეგ დავადებ მატერიალს მე ინგლისში დავასწორებ ამ მატერიალს და მე ამას გადავაკოპირებ მეორე მხარეს და მე უკვე ამას შემდეგ ამას დავსვამ სადაც Tatiana, co ty droma, gdzie zatkwila